შეიძლება თუ არა ეპილაციის ჩატარება პუბერტატის პერიოდში, ანუ სქესობრივი მომწიფების დროს გოგონებში. არის შემთხვევები, როცა მოზარდ გოგონებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ მათ ეზრდებათ ჭარბი თმა სხეულის გარკვეულ უბნებში, მაგალითად ზურგზე, მუცელზე, გულმკერდზე, შესაძლოა სახეზე და ცხადია, რომ ეს მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. ისინი მიმართავენ კოსმეტოლოგებს ან ექიმებს და არის შემთხვევები, როცა ექიმები ეუბნებიან, რომ ეპილაციის ჩატარება არ შეიძლება და ნამდვილად შეიძლება თუ არა ეპილაცია ასეთ ასაკში. აი ამის შესახებ ახლავე მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. თავდაპირველად ბავშვმა მშობელთან ერთად უნდა მიმართოს ექიმს და გაიაროს კონსულტაცია. ექიმმა უნდა დაადგინოს 3 ძირითადი საკითხი. პირველ რიგში, ნამდვილად ჭარბია თუ არა ის თმა, რომელიც გოგონას ეზრდება სხეულის გარკვეულ უბნებში. რადგან ზოგადად თმა იზრდება სხეულის ყველა უბანში, ყველა ნაწილში, ეს არის თითქმის ყველა ნაწილში, ეს არის ნორმალური, მაგრამ გააჩნია რაოდენობას და ეს უნდა დაადგინოს ექიმმა. თუმცა შეიძლება არ იყოს ჭარბი და ნორმის ფარგლებში ჯდებოდეს, მაგრამ მაინც უქმნიდეს გარკვეულ, ესე ვთქვათ, უხერხულობას, აი პრობლემას თვითშეფასებაში თავად ბავშვს, ან შეიძლება ბავშვისთვის ეს საერთოდ არ იყოს შემაწუხებელი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უფრო ჭარბი თმა, ან ძალიან ჭარბია, მაგრამ მშობელი წუხდეს ამის გამო. ამიტომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს აი ეს საკითხი, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომ ტაქტიკაში. რასაკვირველია, ექიმმა უნდა გაარკვიოს აღნიშნული ჭარბთმიანობა ხომ არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დაავადებასთან, პათოლოგიასთან და ფუნქციის დარღვევასთან, ანუ ჯანმრთელობის პრობლემასთან. ყველა შემთხვევაში ეპილაცია არის დაშვებული მიუხედავად იმისა, რით არის ის გამოწვეული. იქნება ეს სხვადასხვა სახის ენდოკრინული დარღვევა თუ უბრალოდ ორგანიზმის თავისებურება. ან შეიძლება არც არის ჭარბი თმა, მაგრამ უბრალოდ ბავშვს სურს, ის თulis, ის გრძნობს იმ გარკვეული რაოდენობის თმით თავს უხერხულად და ექმნება პრობლემები თვითშეფასების საკითხში. თუმცა მოზარდის ეპილაციისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები. ეპილაციის მეთოდი უნდა შეირჩეს თმის ზრდის ინტენსივობის, კანის ტიპის და მოზარდის ტკივილის ღურბლის თავისებურების მიხედვით. მოზარდის ტკივილის ღურბლი უმეტეს შემთხვევაში უფრო დაბალია ვიდრე მოზრდილებში. ამიტომ უნდა შეირჩეს ისეთი მეთოდი, რომელიც იქნება ნაკლებ ტკივნეული. ამასთანავე მოზარდის კანი არის გაცილებით უფრო მგრძნობიარე და ნაზი ვიდრე მოზრდილის, ამიტომ ეპილაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის ჩაბრუნება, კანის გაღიზიანება და სხვადასხვა რეაქცია. თუ მოზარდი პირველად იკეთებს ეპილაციას, უმჯობესია პირველ რიგში ჩატარდეს ეგრეთ წოდებული დატესტვა, ანუ ეპილაცია კანის ძალიან პატარა უბანზე და შემდეგ კანის რეაქციის მიხედვით გაგრძელდეს, შეწყდეს პროცედურა ან შეიცვალოს მეთოდი. და რასაკვირველია, ეპილაცია უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, კვალიფიცირებული ექიმის მიერ სათანადო ჰიგიენის წესების დაცვით.